დამხობა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება რეჟიმის ყველს, ცეცხლი ოლიგარქიას. ეს შეძახილები ისმოდა გუშინ თბილისი ოფენ ეარის ფესტივალზე მუსიკოსთა ნაწილმა ქართული ოცნების პრორუსული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკას სცენიდან კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მომღერალმა ლევან ლაუდაძემ შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარდამჭერია და ახლა ისინი აგრძელებენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. თბილისი ოფენ ეარზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა მომღერალმა გიული ჩოხელმაც. ხელოვანმა ადგილზე შეკრებილებს უთხრა, რომ მათი ახალგაზრდების იმედი აქვს, ელოდება, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გამიმართოთ იცოდე ისეთი დღეა. გინაჯობათ ამ ახალგაზრდებს. გეშინოდეთ ჩვენი, გეშინოდეთ. დღეს შემიძლია რომ ყველას ერთად გავუჩვით. ძალიან მიყვარხართ და თქვენი იმედი მაქვს რომ ყველაფერში ეს იცოდეთ. ცოტა დავშავე, ვარ 90 წლის, მაგრამ ველოდები გამარჯვებას. თხოვთ, აბა თქვენიც. დამხობა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება რეჟიმის ყველს, ცეცხლი ოლიგარქიას. დიდება და გამარჯვება აქვე ჩვენს მეგობარ უკრაინას ყველგან დაკავებით. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. არიარო ერთად ხელი. იცოდეთ, დღეს რუსთაველზე წდება საქართველოს ბედი. ყველანი უნდა იყოთ იქ, როცა საჭიროა. ერთი შეკითხვა მაქვს, ვისია საქართველო? ვისია საქართველო? კიდევ ერთხელ, ვისია საქართველო? როგორც ოფენ ეარის ვებგვერდზე წერია, ფესტივალი თავისუფლების, თანასწორობისა და ტოლერანტობის იდეის გარშემო მოკრებს აუდიტორიას, სადაც ყოველთვის ყველას ხმა ისმის და სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია. თბილისი ოფენ ეარის განცხადებით, მონაწილეთა სია სრულიად ქართველი შემსრულებლებით დაკომპლექტდა. მათ თავი მოუყარეს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც სწორედ ამ ღირებულებების დაცვას ემსახურებიან.